სამყაროს პირველ სუპერმასიურ, იგივე ზემასიურ შავ ხვრელთა წარმოქმნის დიდი ხნის საიდუმლო სავარაუდოდ ამოხსნილია. ვიდრე სამყარო მილიარდი წლის გახდებოდა, უკვე წარმოქმნილი იყო გიგანტური, ჩვენს მზეზე მილიარდობით უფრო მასიური შავი ხვრელები. სუპერკომპიუტერულმა სიმულაციებმა ამ ამოუხსნელ ფენომენს ნათელი მოუფინა. როგორც ბრიტანეთის პორტსმუთის უნივერსიტეტის კოსმოლოგმა დენიელ ვალენმა განაცხადა, 2013 წლიდან აღმოაჩინეს კვაზარები, რომლებიც ძლიერ კაშკაშა არის. მატერიის აქტიურად შთანთქმელი სუპერმასიური შავი ხვრელები, რომელიც დიდი აფეთქებიდან მილიარდი წლის გასვლამდე უკვე არსებობდნენ. ზემასიური, იგივე სუპერმასიური შავი ხვრელების წარმოქმნის ორი მოდელი არსებობს. პირველი კვდება ერთი მასიური ვარსკვლავი, რომლის ადგილასაც მზეზე დაახლოებით 100-ჯერ მასიური შავი ხვრელი წარმოიქმნება. მეორე ვარიანტში ყველაფერი იწყება მოზრდილი 100,000-მდე მზის მასის შავი ხვრელიდან. ასეთი შავი ხვრელის წარმომქმნელი ვარსკვლავები ცოტახნით არსებობდნენ და ფუნქციონირებდნენ. დაახლოებით მხოლოდ 250,000 წელიწადი და შემდეგ შავ ხვრელებად კოლაფსირდნენ. ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროების უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა სიმულაციამ ასტროფიზიკოს მუჰამად ლატიფის ხელმძღვანელობით აჩვენა, რომ ასეთი სუპერმასიური შავი ხვრელები ამგვარი აირების ნაკადების ურთიერთქმედებით სპონტანურად წარმოიქმნა ეგზოტიკური გარემოებების საჭიროების გარეშე. მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ არამიწერი ცივილიზაციები ერთმანეთს შეიძლება კვანტური კომუნიკაციებით ეკონტაქტებოდნენ. კვანტური კომუნიკაციის რეალურად ქცევაზე დიდი ხანია მუშაობენ მეცნიერები დედამიწაზეც. კვანტური მექანიკის გამოყენებით ინფორმაციის გადაცემა არსებითად ბევრად უფრო სწრაფად იქნება შესაძლებელი. თუმცა კვანტური მდგომარეობები ძლიერ სუსტია და რაიმე გარეთ ზემოქმედებისას მარტივად ნადგურდება. ამიტომ კვანტურ ქსელებს კოსმოსში გადაადგილება დაშლის გარეშე უნდა შეეძლოს. ჩვენზე უფრო მაღალ ტექნოლოგიურ ცივილიზაციას ეს შეეძლება, თუ კი ისინი არსებობენ, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენთვის ეს შეუძლებელია. ჩვენი galaktikis ცენტრში RNM-ზე დაფუძნებული სიცოცხლისათვის საჭირო საშენი მასალები დააფიქსირეს. ეს აღმოჩენა 2022 წელს გაკეთდა. როგორც ჩანს, ირმის ნახტომის შუაგულში უხვადაა ისეთი მოლეკულები, რომელთა კომბინაციას რიბონუკლეინის მჟავას RNM-ს წარმოქმნის. ვარსკვლავთშორის სივრცეში წარმოდგენილ ქიმიას შეუძლია წარმოქმნას მრავალი ნიტრილი, რომლებიც საკვანძო მოლეკულური წინამორბედია იმისთვის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო RNM-ის და მასზე დაფუძნებული პირველი სიცოცხლის ფორმების წარმოქმნა და გავრცელება სხვადასხვა პლანეტაზე, მათ შორის დედამიწაზე. ოკეანის ფსკერის კვლევისას მეცნიერებმა უცნაური ხვრელები აღმოაჩინეს, რომელთა დაშორების მანძილიც და ზომაც ფაქტობრივად თანაბარია. მეცნიერები ჯერ ვერ ხსნიან, რას უნდა წარმოიქმნა ისინი და რისთვის. ატლანტიკის ოკეანეში ზედაპირიდან 2,5 კილომეტრის სიღრმეზე გაკეთებული აღმოჩენის მიხედვით, ისინი წერტილოვანი